საღამშვიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ-ანალიტიკას, მე ზვია დავალიანი ვარ, ჩვენ ვსაუბრობთ დღის აქტუალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემების შესახებ. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი იქნება. საღამშვიდობის კაპიტან ნინო, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. დავიწყოთ დღევანდელი დღის აქტუალური თემების მიმოხილვა და დავიწყოთ იმით, რომ დღეს ხაზარაძე, ჯაფარიძეს და კიდევ სხვებს შეემატა გიორგი ვაშაძე, რომელიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. იმის შესახებ თუ რატომ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები გისოსებს მიღმა უკვე ბევრი ითქვა და ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ უფრო მეტად მე მაინტერესებს ის რეაქცია განვიხილოთ, რომელიც ამ დაკავებამ გამოიწვია ევროპულ ბიუროკრატიაში. არ დაახანა ამ რეაქციამ, მაგალითად ჩვენ ვნახეთ მარტაკოსის ევროკომისიის გაფართოების საკითხებში ევროკომისარის კრიტიკა მოვისმინეთ, ასევე ევროკომისიის პრესპიკერის ანიტა ჰიპერის, ალდეს ვიცე-პრეზიდენტის კნუტ აბრაჰამის და კიდევ რამდენიმე ევრობიუროკრატის, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება და ასე შემდეგ. მოდი კიდევ ერთხელ ავხსნათ საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენ საზოგადოებას, რა განსხვავებაა პოლიტიკური ნიშნით დევნასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობის და შეუსრულებლობის გამო დაკავებას შორის, რაც სხვათა შორის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმავე ევროპის ქვეყნებშიც ასე მოხდება და გაცილებით უფრო სერიოზული სასჯელიც კი მოელის იმ ადამიანს, ვინც არ შეასრულებს და არ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიაზე. საღამოშტობის დღეს ჩვენ მოგვიწევს საუბარი იმ ვითომ პოლიტიკოსების შესახებ, ვინც სპეციალურად თავი წაიქციეს და თავი წაიქციეს გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად. ერთი ალბათ ეს უკავშირდება იმას, რომ ყველანაირი რევოლუციური თუ გადატრიალების სცენარები უკვე ასე ვთქვათ ფუჭია და წყალში ჩაეყარა ეს მცდელობები და მეორე, რა თქმა უნდა, გარედან უკვე განცხადებების გაკეთების რესურსი ამოწურული იყო, თემები აკლდათ და შესაბამისად ჭირდებოდათ აქ თავის წაქცეული, თავისივე თავის დამტუსაღებელი პოლიტიკოსები, ვინც პრინციპში ლოგიკურად ხედავთ, რომ საკუთარი ნებით არიან წასული საპატიმროში. მოდით ახლა საზოგადოებას განუმარტოთ, რას ნიშნავს საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოში კონსტიტუციის დონეზე არის გაწერილი ინსტრუმენტი, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, აღნიშნული არის როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი პარლამენტის ხელში, რომელიც გულისხმობს, რომ საზოგადოებისთვის აქტუალურ და ძალზედ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საჭიროებს გამოძიებას და არა მხოლოდ თქვათ კომიტეტზე მოსმენას ან რაღაცა ისეთი მარტივი პოლიტიკური პროცესის წარმართვას, იქნება სპეციალური საგამოძიებო კომისია, შესაბამისი პარლამენტარების თანხმობით, კენჭისყრით და ასე შემდეგ, და აღნიშნული კომისიას აქვს გამოძიების ბერკეტები. რაც გულისხმობს იმას, რომ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება დაბარების შემთხვევაში, უთანაბრდება სასამართლოში დაკითხვის და დაბარების შემთხვევაში არ გამოცხადებას და ზუსტად ასე უყურებს ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა ამ საკითხს. მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის შემთხვევაში, განსაკუთრებით საფრანგეთის შემთხვევაში არის ძალიან მკაცრი 2 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და ზუსტადაც აღნიშნული კომისიაზე არ გამოცხადება, იდენტიფიცირდება და იგივდება როგორც სასამართლო წინაშე არ გამოცხადებას და რა თქმა უნდა სწორიც არის, განსაკუთრებით ასევე მკაცრი არის კონგრესის და სენატის წინაშე არ გამოცხადება და ზუსტად ამ ინსტრუმენტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ხელში არის, ძალიან ეფექტურად იყენებენ ხოლმე ევროპაშიც და ამერიკაშიც, თუმცა უკვე მივაჩვიეთ იმ აზრს, რომ რაც ეფექტურად გამოყენებადი არის დასავლეთის ქვეყნების შემთხვევაში და ზუსტად იგივე პოლიტიკოსების ხელში მძლავრი ინსტრუმენტი არის, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვან სხვადასხვა რისკებისგან და მათ შორის გამოიძიონ ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორც თუნდაც ჩვენ შემთხვევაში ჩორჩანასში ჩადგმული საგუშაგო არის და ასევე ბევრი სხვა
არანაკლებ ტკივნეული თემები, ჩვენი მოქალაქეების წამების და დატერორების საკითხები და ბიზნესების ახევის და დარეკეტების თემები, რომელზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მაგალითად იყვნენ დაბარებული. ზუსტად ასეთი მტკივნეული საკითხების გამოსაკვლევად იქნება ხოლმე აღნიშნული საგამოძიებო კომისიები და მათ აქვთ უფლებამოსილება რომ დასვან კითხვები, მათ წინაშე არიან ანგარიშვალდებული ეს ადამიანები და რაც თავარია აღნიშნული კომისია უკვე ამზადებს საკითხებს სამართალდამცავი წყობების წინაშე გადასაცემად, ეს იქნება პროკურატურა თუ სხვა და შესაბამისად შეიძლება დაინტერესდნენ როგორც ჩორჩანას შემთხვევაში მოხდა საგამოძიებო სტრუქტურები. ამიტომ რა თქმა უნდა თამამად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე არ გამოცხადება ყველა დასავლური ცივილიზაციის ქვეყანაში დასჯადია და დასჯადია კიდევ უფრო გაცილებით მკაცრი სასჯელით ვიდრე ჩვენ შემთხვევაში ჩვენთან მაქსიმუმ 1 წლით პატიმრობას გულისხმობს და სხვა შემთხვევაში 2 წელამდეც აღწევს ეს სასჯელი. ამავდროულად დასჯადია ის როგორც ფინანსური სანქციებით, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული ჯარიმებით და ასევე რა თქმა უნდა როგორც თქვით თავისუფლების აღკვეთით. ამიტომ ადამიანები და ვითომ პოლიტიკოსები, ვინც უარს აცხადებენ საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ იყვნენ დაპატიმრებული, იმიტომ რომ არ შეიძლება კანონი ვიღაცის შემთხვევაში მუშაობდეს და ვიღაცის შემთხვევაში ამ შეღავათებს აკეთებდეს, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ხვდებით, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელიც მათ სახელმწიფოს წინაშე განახორციელეს, ისევე როგორც მაგალითად ნიკამელიას შემთხვევაში, რომელმაც მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და დემონსტრაციულად ისროლა და სახელმწიფოს ესროლა და სახეში ეს სამაჯური და შესაბამისად იყო ის დასჯილი. ახლაც საქმე გვაქვს ზუსტად ესეთ დემონსტრაციულად კანონის დარღვევასთან და რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, იმიტომ რომ არავის საპატიმროში ყოფნა არ მიხარია ნამდვილად, მაგრამ კანონი უნდა იყოს ყველას მიმართ თანაბარი და განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც ეს არის სახელმწიფოს წინაშე განხორციელებული ასე ვთქვათ საბოტაჟი. ნიკა მელია ახსენეთ და ის შემთხვევა, ის ისტორია, როცა მან დემონსტრაციულად, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებს. შემდეგ გვახსოვს ჩვენ რომ ნიკა მელიას საპატიმროდან დასახსნელად საპატიმროდან დახსნეს საქმეში ჩაერია ევროკავშირი, ჩაერია რა ვიცი რამდენი დასავლური სტრუქტურა, საბოლოოდ ეს ყველაფერი მივიდა ეგრეთ წოდებული შარლ მიშელის შეთანხმებამდე და მოკლედ ამ ადამიანმა საპატიმრო დატოვა. ხომ არ აქვთ მათ ახლაც იმის იმედი, რომ აი ასეთი ტიპის ჩარევებით და იმ განცხადებებით, რომლებიც მე უკვე ვახსენე, მოხდება კვლავ საქართველოს ქართულ სახელმწიფოზე ზეწოლა იმ მიზნით, რომ ესე იგი ისინი გაათავისუფლონ და შექმნან კვლავ პრეცედენტი იმისა, რომ მათ ყველაფერი ეპატიებათ. ანუ მათზე კანონი არ უცელდება, თუნდაც დააშავონ, მათ მაინც დაიხსნიან. აი ეს ხომ არ არის მათი მიზანი, იმიტომ რომ აი მე როცა ვაკვირდები ამ პროცესს, მართლა ვერ ხვდები мотиваცია რა შეიძლება იყოს მათი, იმიტომ რომ მართლა თვითონ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ აღმოჩენილი იყვნენ გისოსებს მიღმა. მადლობა, ძალიან საინტერესო აქცენტია. ნიკამელიას შემთხვევაშიც თუ გავიხსენებთ რამდენად საოცრად წარიმართებოდა მთელი ეს პროცესი, ერთია რომ მას ადვოკატირებდნენ ზუსტად ის ფარული თუ არაფარული პოლიტიკური ძალები, რომელიც დასავლეთში არის და მეორე რომ ერთ-ერთმა ევროპულმა ორგანიზაციამ გადაუხადა ნიკამელიას გირავა. აი რამდენად უცნაური არ უნდა იყოს და როგორ პირდაპირ ადასტურებენ იმას, რომ ეს ადამიანები სწორედ რომ აგენტურას წარმოადგენენ და გარედან, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ვალდებულებასაც და პასუხისმგებლობას გრძნობენ მათ მიმართ, რომ როდესაც გირავაა გადასახდელი, გარედან გადაიხადონ, რომ პირობითად ნიკამელიას დემონსტრაციულად არც თანხა და გირავა არ ქონდა გადახდილი ამ პროცესში, ხო? რაღაცნაირად პირი მობანეს თითქოს და ვითომ სუფთა გამოიყვანეს, მაგრამ ეს პროცესი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორ პირდაპირი კავშირი არის უცხო ძალების ამ ადამიანებთან და როგორ რამდენად აგენტურულ საქმიანობას ეწევიან. რა თქმა უნდა, ვერ ექნებათ ამის
იმედი, იმიტომ რომ ზუსტად შარლ მიშელის შეთანხმებიდან ჩვენი გამოსვლის ფაქტი, ოღონდ ჩვენი გამოსვლა მოყვა იმ ფაქტს, რომ თავად ნაციონალური მოძრაობა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია უგულებელყოფდა ამ შეთანხმებას და ფაქტიურად ძალადაკარგულიც იყო და გვიწევდა მხოლოდ ჩვენი ნაწილის შესრულება და ლოგიკური და სამართლიანიც იყო რომ გამოსულიყავით, მაგრამ ზუსტად გამოსვლის ფაქტი იყო პირველი გაბრძოლება იმ გარე გავლენების წინააღმდეგ, რომელიც ყველამ ვაღიაროთ, მოდით და ხანდახან ხილვადიც იყო, ხანდახან ისეთი უხილავიც ეს გავლენები რამხელა ზემოქმედებას ახდენდა თუნდაც ჩვენი მმართველობის პირობებში, ხო? მაგალითად, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერაც რაღაცა მომენტში მოიცავდა ისეთ უზუსტობაზე ხელის მოწერას, რაც შეიძლება წინააღმდეგობაში ყოფილიყო ჩვენს კონსტიტუციასთან, ხო? ამიტომ ისინი მიდიოდნენ ყველაზე კაბალური მოთხოვნების წამოყენებაზე და ჩვენ რაღაც მომენტში სწორედ იმიტომ რომ აი ეს მტკივნეული პროცესები არ გაგვევლო და მათ შორის შეიძლება იმ მომენტში არ ვიყავით პოლიტიკურად და თვითონ საზოგადოება თავისი რაღაც мотивაციით, შეგნებით და პოლიტიკური მზაობით იმ დონეზე რომ აი ამ ევროპიდან წამოსულ ამ დიდ წინააღმდეგობას და აი ამ დიდ ქარტეხილისთვის გაგვეძლო. მაგრამ ეხლა როგორც არასდროს და ამას ხშირად იმეორებს ხოლმე ირაკლი კობახიძე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არის როგორც არასდროს ისე თავისუფალი და დამოუკიდებელი, სუვერენული თავის გადაწყვეტილებებში, მათ შორის წარმოუდგენელია, რომ ვინმე რაიმე გავლენა მოახდინოს ჩვენზე, რომ თუნდაც კანონის დამრღვევი ადამიანი იყოს რაღაცა საფუძვლებით ან მიზეზებით გამოშვებული, ხო? ერთი ძალიან საინტერესო ფაქტია, რაც ვფიქრობდი, რომ რამხელა პატივი არის და რამხელა ასე ვთქვათ პრიორიტეტი და უპირატესობა არის, რომ ჩვენ ქართული ხალხის დაკვეთებს ვასრულებთ და ეს ადამიანები ასრულებენ ვიღაც გარეთ მყოფი და უცხოური ძალების და უცხოური პოლიტიკური გავლენების დაკვეთებს და ეს დაკვეთა მდგომარეობს იმაში, რომ ახლა მათ დაჭირდათ, რომ ამ ადამიანებმა თავი უნდა დაიპატიმრონ, თავი უნდა დაიტუსაღონ და ზუსტად ამ პროცესს მიზანი რა არის? პოლიტიკური შოუ ერთგვარი, რომ აი საქართველოში აპატიმრებენ ოპოზიციონერებს და შემდეგ ამ ფონზე გააკეთონ ისეთი განცხადებები, როგორი განცხადებებიც დღეს მოვისმენთ, მაგრამ მეორეს მხრივ ხო დავწმუნდით იმაში და ყველანი დარწმუნებული ვარ თვითონ ევროპაშიც დარწმუნდნენ, რომ ჩვენზე ეს განცხადებები უკვე აღარ მოქმედებს, ანუ ასეთ ტიპის განცხადებებით ქართული საზოგადოების საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟება შეუძლებელია. კი, მეტნაკლებად უნდა დარწმუნებულიყვნენ ამაში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი მდგრადობა ვაჩვენეთ, მოდით თლიანად ქართულმა საზოგადოებამ, იმიტომ რომ ჩვენც ამ საზოგადოების წევრები ვართ და რომ არ დაგვენახა თუ როგორ მედგრად იდგნენ ჩვენს უკან გვერდით ადამიანები, ჩვენი ამომრჩევლები და როგორ უძლებდნენ ამ გარედან წამოსულ რაღაცა აბსურდულ განცხადებებს და ბრძანებებს და რაღაცა დირექტიულ მოთხოვნებს, რომ სიგიჟეები გვეკეთებინა, რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიჭირდებოდა აი ამ პროცესისთვის გაგვეძლო და რა თქმა უნდა გაგვიჭირდებოდა რომ არ იყოს პარტიის ასე ვთქვათ სახე და დამფუძნებელი და ძირითადი საფუძვლების ჩამყრელი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ძალიან სწორად, ძალიან კარგად თulis ხოლმე პროცესებს, ძალიან კარგად აანალიზებს მიმდინარე გლობალურ ტენდენციებს და საჭიროებებს, თუ როდის რა მომენტში არის ზუსტად თამამად და ხმამაღლა რაღაცის თქმის საშუალება, მათ შორის, რა თქმა უნდა, უპირველესი აი ამ დიდი პროცესის გახსნის მომენტი იყო საქართველოს ომში ჩართვის მოთხოვნა, რომელსაც აუცილებლად უნდა ავდგომოდით. მოდით ომის თემას ალბათ ჩვენ რაღაც მომენტში დაუბრუნდებით, თუმცა გავაგრძელებთ იმით, რომ რა მიზანი შეიძლება ქონდეს ამ პროცესს, ხო? ერთი. ეს ამ ადამიანებს ჩაუვარდათ სცენარი რევოლუციის და გადატრიალების მოწყობის. ამიტომ საკუთარი ამორჩევლის წინაშე უკვე ძალიან გაუჭირდებათ თვითმმართველობის იქნება თუ
ნებისმიერი სხვა პროცესის დროს წარდგენა და რაღაც მათი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ მათი გადმოსახედიც ხო რაღაცა მახინჯური პედესტალია, მათი მახინჯი წარმოდგენა გმირობაზე არის რომ ჩაიდინო დანაშაული და ამ დანაშაულის თუ ჩაქსვამენ ციხეში და დაგაპატიმრებენ, გამოაცხადა თავი პოლიტპატიმრად. ეს იდენტურია ის რომ შესულიყვნენ ბატონი მამუკა და სხვა დანარჩენები დაეყაჩაღებინათ ბანკი და მოეთხოვათ რომ თუ ამის გულისთვის დააპატიმრებდნენ სამართალდამცავები, ისინი პოლიტპატიმრებად ყოფილიყვნენ აღიარებული. ანუ ზუსტად იდენტურ პროცესს ვადევნებთ თვალყურს, უფრო მეტიც აქ ფინანსურ და რაღაც ფულად ზიანზე კი არ არის საქმე. აქ არის სახელმწიფო ინსტიტუციების და მთლიანად სახელმწიფო მოწყობის პრინციპის დარღვევაზე და კანონის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, სასამართლოს და ისეთი საგამოძიებო ინსტიტუციების წინაშე წარდგენაზე უარის თქმასთან გვაქვს საქმე, როგორც არის თუნდაც საგამოძიებო კომისია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის სცენარი. სცენარი არის ის, რომ მათ შორის გარკვეული რაღაც პასი მიაწოდონ იქ განცხადებების გაკეთებისთვის. ეს განცხადებები ერთი მხრივ გათვლილი არის, რომ ქართულ საზოგადოებაზე ემოციურად უნდა იმოქმედონ, მაგრამ ათვიცნობიერებენ რა, რომ ამ განცხადებებს უკვე ძალა აქვს დაკარგული და სანამ აქამდე მოვა უკვე ყველანაირი ანალიზი აქვს გაკეთებული ჩვენს ხალხს, თუ რატომ ითქმება ეს ყველაფერი. მეორე მხრივ ეს განცხადებები ალბათ ფიქრობენ, რომ იქნება საფუძველი და ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყენებენ კონკრეტული ადამიანების დასანქცირებისთვის, იყენებენ საფუძვლად მათ შორის ახლა მათი მხრიდან წამოწყებული ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესის რაღაც დაინიცირებისთვის და აი იმ აბსურდული და სრულებით უსამართლო ბერკეტების და ბრძოლის იარაღის გამოსაყენებლად ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც აქამდეც ვხედავდით და ჩანდა, მაგრამ მომავალშიც ალბათ ფიქრობენ, რომ უფრო მძლავრი ინსტრუმენტების გამოყენებაზე სწავლენ, ისეთი როგორიც არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ხო, აი ამაზე მინდოდა ზუსტად შემდეგი კითხვა დამესვა. გუშინ იყო მინისტერიალი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და იქედანაც გაგვაკრიტიკეს, ასე ვთქვათ, მოვისმინეთ არაერთი უსამართლოდ კრიტიკული განცხადება და გზავნილი, მაგრამ რაც თავარია სანქციებთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ საქართველოსთვის ყოველ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერებასთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ ევროკავშირის ქვეყნებშიც არ არის ერთი აზრი და ცხადია, რომ არ არის ერთი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში რეალურად და ვინ არის მართალი აი ამ დაპირისპირებაში, რომელსაც ვადევნებთ თვალყურს. როგორ ფიქრობთ თქვენ, აი ეს ევროპული ბიუროკრატია რამდენად არის წამსვლელი ისეთ რადიკალურ ქმედებებზე, როგორც არის მაგალითად კვლავ რევოლუციური პროცესების წახალისება, იმიტომ რომ ჩვენ დღეს პარლამენტში მოვისმინეთ ყველამ ერთად ვადევნებდით თვალყურს სუსის ხელმძღვანელის ანდრეო ხალანშვილის ანგარიშს, სადაც მან თქვა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე რამდენიმე შემთხვევა იქნა აკვეთილი მასობრივი არეულობის და რევოლუციური პროცესების მოწყობის საქართველოში. მე პირადად მგონია, რომ მათ ამის დიდი რესურსი არ აქვთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მცდელობა ექნებათ თუ არა თქვენი აზრით. თუნდაც იგივე თვითმმართველობის არჩევნების ფონზე, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ ყოველ შემთხვევაში ამ რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით. ზუსტად დიახ, გუშინ ჩვენ ნახეთ, რომ თავად ევროინსტიტუციებში ვერ შეთანხმდნენ საქართველოსთან მიმართებით და ულოცავ ევროპას, რომ ევროპამ გაიმარჯვა ბრიუსელის ბიუროკრატიაზე და ამჯერადაც გამოჩნდა, რომ მიუხედავად უამრავი ძლიერი და საკმაოდ გავლენიანი წარმომადგენლობისა, რომელიც deep states და ზოგადად აი ამ რაღაც უხილავ პოლიტიკურ პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ, რა თქმა უნდა, ევროპის სამართლიანობამ გაიმარჯვა გუშინდელ, ასე ვთქვათ, შეკრებაში. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის აპრიორი, რომ ასე შეიძლება მუდმივად იყოს და თავისთავად არ გამოვრიცხავთ, რომ პროცესები შეიძლება უფრო უსამართლოდ წარიმართოს ჩვენთან მიმართებაში. რაზე აქვთ გათვლა თქვენი კითხვა, რაც იყო, პასუხს გეტყვით, რომ
თუ აქამდე ცდილობდნენ რომ ჩვენ როგორც არჩეული ხელისუფალი გავეტეხეთ და ჩვენზე მომხდარიყო ძირითადი დაწოლა და ზემოქმედება, ეს იქნებოდა სანქციები, პირადი ოჯახის წევრებზე წარმოიდგინეთ მშობელი დაასანქცირეს პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, ასეთ აბსურდს და ყველანაირი სამართლებრივი ნორმიდან ამოვარდნას არ ვიცი რა შემთხვევაში შეიძლება. ჰერჩის კი ამბობდა რამდენიმე დღის წინ რომ სანქციებიო არის ის მექანიზმი, უпростоრად როგორ უნდა შეხედონო შვილებმა და მშობლებმაო დასანქცირებულ ადამიანს თვალებშიო, თუ პირიქით დასანქცირებულმა ადამიანმა როგორ უნდა შეხედოს შვილებს და მშობლებს თვალებშიო. ანუ კი, ანუ ერთ შემთხვევაში რასაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ, მეორე შემთხვევაში ისინი ხვდებიან რომ ეს უკიდურესი სიგიჟე არის და რა თქმა უნდა, ანუ სხვა კონტექსტში როდესაც საუბრობენ, პირდაპირ იმას უარყოფენ, რასაც ჩვენს წინააღმდეგ აკეთებენ. მაგრამ ახლა მე ვფიქრობ, რომ მთელი დაწოლის წერტილი გადავა ქართულ საზოგადოებაზე, ჩვენს ამომრჩეველზე, იმიტომ რომ ვერ გატეხეს პოლიტიკოსები, ვერ გაგვტეხეს ჩვენ, ვერ დაგვაშინეს, ვერანაირი რაღაც მექანიზმი ვერ გამოიყენეს იმისთვის, რომ მათი დავალებები შეგვესრულებინა, ახლა იქნება ძირითადი დაწოლის წერტილი ჩვენი საზოგადოება, აქამდეც არანაკლები იყო განცხადებების დონეზე და გარკვეული რაღაც დაშინებები და ეს რაღაც კი ეს იმპულსები აქამდეც მოდიოდა, მაგრამ ახლა ქართულ საზოგადოებაზე გადაწყვეტენ იმოქმედონ იმგვარად, რომ მათთვის კონკრეტული ბენეფიტების მოხსნა იყოს სასწორზე, ხო? ანუ ერთ მხარეს იდოს ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან კომფორტი არის და მნიშვნელოვანი მიღწევა არის ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რომელთაც ქართველი ხალხი სარგებლობს და მეორე მხარეს დევს ანუ შენი ქვეყნის ინტერესი და ამ სასწორზე ისინი ცდილობენ რომ მაქსიმალურად დიდი წონით დააწვეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ჩვენს ხალხს და გარკვეულწილად ქართულმა ხალხმა თავის ქვეყნის ინტერესი გაცვალოს ვიზა ლიბერალიზაციაზე. მე როგორც ვაფასებ პროცესებს მგონია რომ აი აქ გაივლის ძირითადი ხაზი თვითმმართველობის არჩევნებში, იმიტომ რომ თავად ხედავენ რომ სრულიად უუნარო წაგებული და სახედაკარგული აქტორები ყავთ აქ ამ თავიანთი აგენტურის სახით და უკვე განარიდეს ასე ვთქვათ ფონს ეს ადამიანები აღარ ჭირდებათ როგორც მებრძოლები, ანუ აქტიური და აგრესიული მებრძოლები ქუჩაში ეს ბრძოლა წააგეს მათ და უკვე ისინი გადაიყვანეს სხვა რეჟიმზე, ეს რეჟიმი არის სხვერპლის რეჟიმში, ვითომ პოლიტპატიმრის სტატუსის რეჟიმში, ეს თავისთავად არის გარკვეულწილად წინაპირობა იმისთვის, რომ უკვე დაიწყონ ვიზა ლიბერალიზაციას და სხვადასხვა პროცესებზე საუბარი, რომ საქართველო ვითომ აცდა დემოკრატიის რაღაც გზას და როგორც გამჭვირვალობის კანონს რო ვიღებდით სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ელჩი გამოვიდა და შავი დღე ქართული დემოკრატიისთვისა და ნახეთ რამდენი შავი დღე არსებობს თურმე ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამერიკის შემთხვევაში, იმიტომ რომ ზუსტად ის კანონი, რომელსაც შავი დღე უწოდეს დემოკრატიაში, ყველა ამ ქვეყნის შემთხვევაში მუშაობს და ზუსტად აი ასეთი ტაქტიკით ალბათ ცდილობენ რომ თვითმმართველობაზე არა იმ თავიანთი აქტორებით, არამედ ქართულ ხალხზე ზემოქმედებით და გარკვეული ბენეფიტების წართმევით და აი ამ მუქარით წარდგნენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქართული ხალხი როგორც არავინ ამ დედამიწაზე მებრძოლის სულის არის და თავის ქვეყნის ინტერესებისთვის არც არასდროს არ დაუხევია უკან და ამ შემთხვევაში ცეჭვი არ მეპარება ის, რაც თითოეულმა ჩვენგან გავაკეთეთ და გაუძელით, ალბათ ასე გაუძლებთ იმ ზეწოლას, რომელიც პირდაპირ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის ასე ვთქვათ ხაზზე გადის, იმიტომ რომ ახლა ან ჩვენ გავტყდებით და ფაქტიურად თუ რაღაცა პროცესს გაიტანენ და რაღაცით იმოქმედებენ ჩვენზე, შემდგომში ეს დაუსრულებელი იქნება და აუცილებლად მივა მოთხოვნამდე, რომ როცა დასჭირდებათ ომშიც ჩაერთოთ, როცა დასჭირდებათ ერთი ხელისუფალი მეორით შეცვალონ, ფაქტიურად პირდაპირ ურტყამენ დემოკრატიის ძირითად პრინციპს, რომ ხალხი ირჩევს ხელისუფალს და ხალხის დაკვეთით ხელისუფალი ასრულებს მათ და ემსახურება მათ ინტერესს. არა, ახალი ტენდენცია, რომელსაც გლობალურად ამკვიდრებენ, არის რომ რაღაცა გავლენის ადამიანებმა უნდა მართონ ქვეყნები და მათ შორის ხელისუფლებები, რომელიც ყველა ნორმალური, ასე ვთქვათ, დემოკრატიის პირობებში იმართება ხალხის მხრიდან. Deep state იგივე. Deep state-ით შეგვიძლია უწოდოთ და შინაარსობრივად ყველა ძალიან ხვდებით, რომ Deep state არ არის უბრალოდ ინსტიტუციებში ჩამალული აქტორები, ვინც შეიძლება ძალიან ტექნოკრატიულ დონეზე რაღაცა გადაწყვეტილებებს ისე იღებდნენ და აკეთებდნენ, რომ
იდეაში შეიძლება ხელმძღვანელი პოლიტიკური თანამდებობის პირი საერთოდ ვერ ხედავდეს, მაგრამ ამავდროულად deep state-ში და ზოგადად ამ იდეის ქვეშ მოიაზრება რაღაც კორპორაციული გავლენები, რომლითაც უდიდესი ფინანსური რესურსების და გავლენების მქონე ადამიანები, ვინც მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკოსების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ, მოყავთ ხელისუფლებაში, სხვადასხვა ჭადრაკის დაფასავით ათამაშებენ ამ პირებს და გადაადგილებებს აკეთებენ და თავიანთ გავლენებს აძლიერებენ ამ ყველაფრით. ეს კორპორაციული გავლენები ცდილობს რომ ჩაანაცვლოს დემოკრატიული მართვა, რაც გულისხმობს ხალხის მიერ სწორედ პოლიტიკის და პოლიტიკური აქტორების არჩევას. გასაგებია. ცოტა დრო გრჩება და მინდა ვილაპარაკოთ დარჩენილი დრო იმ ახალ კანონ პროექტებზე, რომლებიც დღეს პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ერთი კანონი არის, ესე იგი, მიგრაციასთან დაკავშირებით, ანუ საქართველოში შრომითი მიგრაცია და ზოგადად მიგრაციული პოლიტიკა მკაცრდება, არა, უფრო ალბათ სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ხდება უფრო შესაბამისი დემოკრატიულ და განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელ სტანდარტებთან. მოკლედ, ესე იგი, მარტივდება და სამართალდამრღვევის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან გაძევება, უпростоრად არც იყო აქამდე ეს პროცედურა და შესაძლებელი და ეხლა შესაძლებელი ხდება. ასევე დასაქმებისთვის ხდება სპეციალური, ასე ვთქვათ, ნებართვა საჭირო, სადაც დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს, რომ კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა მხოლოდ ეს ადამიანი, უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში მსგავსი სამუშაოს შესრულებელი ადამიანი ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის ერთი კანონი და მეორე არის ეხება გამოხატვას და აქ ცილისწამების თემა, სადაც უქმდება ეგრეთ წოდებული ბოკერია რამიშვილის სტანდარტი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ცილისწამების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი იყო იმ ადამიანზე, რომელსაც დასწამებდნენ ცილს, ან შეიძლება არ დასწამებდნენ ცილს, ვიზთან დაკავშირებითაც გაავრცელებდნენ ნეგატიური დატვირთვის ბრალდებას. იმას უნდა ეთკიცებინა, რომ უდანაშაულოა, რომელთან მიმართებაშიც გავრცელდებოდა ეს ბრალდება. ეს იცვლება და დღეიდან, უпростоრად მას შემდეგ, რაც კანონი ამოქმედება, ის, ვინც დააბრალებს, ანუ ვინც გაავრცელებს ინფორმაციას, მან უნდა დაასაბუთოს ამ ინფორმაციის ნამდვილობა. რაც ეხება ასევე მედიასაც. ეს განსაკუთრებით საინტერესოა. მოდით ვილაპარაკოთ, რა აუცილებლობა და საჭიროება იყო ამ ცვლილებების და რა რისკებისგან დაგვიცავს ეს ცვლილებები მომავალში. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ სახელმწიფო, რომელიც იცავს მოქალაქეს და თითოეული ადამიანის უფლებას, რომ არ შელახონ მისი რეპუტაცია და არ გაუტეხონ სახელი და თუ ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში იყოს ყველა რისკები მაქსიმალურად გადაზღვეული და არ ვიყოთ ვიღაცის კოლონია ან ვიღაცის სამართავი ორღობე, ის კანონები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი. დავიწყოთ კანონით მიგრაციის შესახებ და ცვლილებებით უпростоრად, რაც გულისხმობს იმას, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ მწვავედ დადგა მიგრანტების საკითხი, რაც თვალნათელიც არის და ამას გარდა იმ რისკებისა, რომელიც მიგრაციას და განსაკუთრებულად გააქტიურებულ მიგრაციას შეიძლება მოუყვეს მომავალშიც, არის ჩვენი დასაქმებული ადამიანების დასაქმებულების უფლებების დაცვა, ხო? თუ თქვათ ძალიან უკონტროლო იქნება მიგრაცია, ჩვენ გვეყოლება აქ გვექნება დასაქმების კოეფიციენტი დაბალი და უფრო მეტი უმუშევრობის დონე და რა თქმა უნდა თუ კომპანია ვერ ასაბუთებს რომ რატომ ჭირდება მას უცხო ასე ვთქვათ სამუშაო ძალის გამოყენება, რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებული და მათ შორის ეს მოგცემს საშუალებას რომ კარგად ვნახოთ სად გვაქვს სამუშაო ძალაში ჩავარდნა, სად გვჭირდება უფრო მეტი პროფესიული გადამზადება, უფრო მეტი კადრის მომზადება, უფრო მეტი ასე ვთქვათ უნივერსიტეტების პოლიტიკის ცვლილება იმგვარად რომ ეს აღნიშნული კადრები და პროფესიონალები იყოს მომზადებული და ასე შემდეგ. და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცილისწამებასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, როგორც ნაციონალური მოძრაობის ხელწერა იყო, მათ შეეძლოთ ადამიანები თვითკვლელობამდე მieყვანათ და ამისთვის მათ ჭირდებოდათ, რომ ცილისწამება არ ყოფილიყო დასჭადი. სწორედ მათ შემოიღეს ეს სისტემა, როდესაც შეგიძლია ყველაფერი დააბრალო ადამიანს, მიიყვანო უკიდურეს
უპირისპირეს მდგომარეობამდე გაანადგურო, სოციალური სტატუსი გაუნადგურო და რა თქმა უნდა ამით მიაღწიო შენი მიზანი. ამიტომ ცვლილებები რაც ჩვენ შემოგვაქვს და მიღებული იქნება ამ კვირაში, პირველი აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკოს რა თქმა უნდა თავის შეფასებებში შეუძლია რომ გარკვეული ასე ვთქვათ თავისი მოსაზრებები გააჟღეროს და ეს არ ჩაითვლება ცილის წამებად, იდენტურად იქნება ოპოზიციისთვის ეს გამოსაყენებელი და ამიტომ ნურავინ ნუიტყვის რომ პოლიტიკაში რაღაც გარკვეული ცენზურა შემოდის. მაგრამ სამაგიეროდ არავის არ ექნება საჯარო მოხელეზე და არც კერძო პირზე ზემოქმედების საშუალება იმგვარად, რომ დასწამოს ცილი და როგორც არსებული კანონი იყო, რომ იგივე პირს, ვისაც ცილს წამებენ, მას ჰქონდა ვალდებულება, რომ თავი ემართლებინა, რომ არ არის რაღაცა პირობითად ჟირაფი. შესაბამისად, ცილის მწამებელი ადამიანი იქნება ვალდებული, რომ მოიყვანოს კონკრეტული ფაქტები და დაასაბუთოს თავისი, ასე ვთქვათ, ნათქვამი, რომლითაც მეორე ადამიანის რეპუტაცია და მისი სახელი შებღალა, მაგრამ ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული საკითხი სხვაგვარად არის რეგულირებული კერძო პირის შემთხვევაში, მათ აქვთ საშუალება, რომ დაასაბუთონ, რომ თუ არ ქონდათ იმის რესურსი, რომ აღნიშნული ფაქტი გადაემოწმებინათ ან საჯარო წყაროებით არ ფიქსირდებოდა ესა თუ ის მოვლენა, ისინი არ იქნებიან გარკვეულწილად ბრალდებულები ცილის წამებაში. გასაგებია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის საინტერესო იმედია შევეცადე რომ სწორად ამეხსნა და დეტალურად. კიდევ არაერთხელ შევხვდებით, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს და ვისაუბრებთ მათ შორის ამ თემაზე უფრო დეტალურადაც. ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო ჩვენი სტუმარი. პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.